იცი რა მაინტერესებს? აი ეს ნავი რატო კიდია აქ? შენ ხო ისტორიად ვცოდნე ხარ? ბავშვები ჩვენთან ხო იყო აკვანი, ძირითადად აკვანში იზრდებოდნენ ბავშვები და აი აქ ჩვილები, ნახეთ აი ამ პატარა ნავში 10 ჩვილი დედა აი აქ იდგა და აი ესე აწევდა. არც ერთ ბავშვს ბრტყელი თავი არ ქონდა. ეხლა მოიგონეთ? არა, წერია ისტორია. კაი, სიმართლე ეხლა მოიგონე? ხო. კიდევ იცით რა მაინტერესებს? აი როგორც ისტორიად ვცოდნე თქვენ. აი რატომ არის ძირითადად თეთრი ფერები კედლებზე? თეთრი ფერი, იმიტომ რომ უნდათ სხვა ფრად შეღება. აქ იყო ერთი კაცი, რომელიც აი ამას კურირებდა, აი ამ კუნძულს თვითონ მას ერქვა კვეპრონა. კაცო როდესაც გამოვიდა და გადაწყვიტა რომ აი ეს ქალაქი შეერება ცისფრად, მაშინ მისმა მტერმა აიღო ცისფერი საღებავი და თეთრი დაუდო. ეს კაცი ვერ ხედავდა, ანუ უსინათლო იყო და გადაღება მთლიანი ქალაქი თეთრი. ეს ეხლა მოიგონეთ სიმართლე თქვით? არა. გთხოვთ. სიმართლე თქვით, ეხლა მოიგონეთ? ეს ამ კუნძულს ეძახიან ვირების კუნძულს. დიახ. ჰიდრას. სიმბოლო აქვს ვირი. დიახ. რატომ? იცით რა იყო? აქ იყო ერთ დროს ცხენები. ერთ წელს ვირები შემოესივნენ და ცხენები გააქეზეს. ვირი შემოესიო? ვირები, დიახ, ვირები შემოესვნენ, ცხენები გააქეზეს. მე ეს ცხენები დაორსულდნენ და პატარა ვირები გაჩნდნენ. კარგი, ეხლა მართლა სიმართლე მითხარი. ეს მოიგონე? არა, ეს ისტორია შეწერია. აი შვილებს გაფიცებ. ეხლა აი ეს შენობა რა არის? აი ზემოთ რო აი რაღაც მაღალი როა. ეს იცით რა არის? აი ხო ხედავთ 4 ზარია. 4, ხო? როცა საბერძნეთში ქმარი ცოლს ცემდა, აი მაშინ არ ბოდნენ იქ აქაური მოსახლეობა და რეკავდნენ ზარებს, რომ დახმარებოდნენ თვითონ ამ ქალს და ესე გვერდით დგომა იცოდნენ ძალიან და ეს სადაქალო ადიოდა. მოიგონეთ თუ? არა. კაი, ეხლა სათვალე მოიხსენი და სიმართლე მითხარი. ეს ყველაფერი მოიგონე? აი გეფიცები, აი რახემ თამიყურებს ხო? არა, მე ტყვილი არ მიყვარს, მართლა გეუბნები. შვილებს გაფიცებ.